მოგესალმებით. Spreaker.com-ზე თქვენ უსმენთ გადაცემას ვკითხულობთ საკვირაო სახარებას, რომელსაც ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძრის მღვდელმსახური მღვდელი დიმიტრი ვეკუა უძღვება. ხვალ სულთმოფენობიდან 26-ე კვირაა და მართლმადიდებლურ ტაძრებში ლუკას სახარების მე-17 თავის 12-19 მუხლი იკითხება, რომელიც შემდეგნაირად ჟღერს. ერთ სოფელში შესვლისას შემოეგება 10 კეთროვანი კაცი, რომლებიც მოშორებით შედგნენ და შეღაღადეს. იესო, მოძღვარო, შეგვიწყალე ჩვენ. ისინი რომ დაინახა უთხრა, წადით და ეჩვენეთ მღვდლებს და წავიდნენ თუ არა განიწმინდნენ. ხოლო ერთი მათგანი, რომელმაც დაინახა რომ განიკურნა, მობრუნდა და ხმამაღლა ადიდებდა ღმერთს. იესოს ფერხთით დაემხო და მადლი შესწირა და იყო იგი სამარიელი. მიუგო იესომ და უთხრა, განაათივე არ განიწმიდა? სადღა არიან 9? არც ერთი არ მობრუნებულა ღმერთის სამადლებლად ამ უცხოთესლის გარდა. უთხრა მას, ადექ და წადი, შენმა რწმენამ გადაგარჩინა. დიდება შენ და უფალო, დიდება შენ. კეთროვანთა ისტორია ძალიან არასასიამოვნო ჟღერადობისაა იუდეველთა მისამართით. დაუსრულებლად და ხანგრძლივად შეიძლება მსჯელობა ფაქის საღვთისმეტყველო მატერიებზე, მაგრამ ამ შემთხვევასთან მიმართებაში უმადურობა ვერანაირად გამართლდება. როცა 10 განკურნებულიდან მხოლოდ ერთი აღმოჩნდება არა რაიმე განსაკუთრებული რელიგიური გზნობების მატარებელი, არამედ უბრალოდ ნორმალური ადამიანი და ეს არის არა იუდეველი, არამედ გამცემელი. იუდეველთაგან მოძულებული ხალხის წარმომადგენელი, სამარიტელი, რომელმაც ცხადად გულისხმახო ის კეთილი ქმედება, რაც მაცხოვარმა აღმოუჩინა და ცოცხალი მადლიერებით მიეახლა უფალს. ასეთ სიტუაციას ძლიერი დისკომფორტი შეაქვს საკუთარი უპირატესი მდგომარეობის ქონის განცდაში. გულისხმობ იმდროინდელ იუდეველთა სოციალურ მდგომარეობასა და მათ დამოკიდებულებას სამარიის მოსახლეობისადმი. აზრი, რომელიც ყოველ ჩვენგანს გაუჩნდება, შეიძლება ასეთი იყოს. არა, ჩვენ არ ვართ ასეთები. ჩვენ ყოველთვის მადლობელნი ვართ ყველა სიკეთისთვის. ჩვენ გვახსოვს ჩვენი კეთილის მყოფელნი. მუდმივად ვულოცავთ მათ სხვადასხვა დღესასწაულს და ყოველდღიურად ვლოცულობთ კიდეც მათი ჯანმრთელობისა და კეთილდღეობისთვის. სავსებით დასაშვებია, რომ შეიძლება ასეც იყოს, მაგრამ არის კი ეს ის მადლიერება, რომლის უქონლობისთვისაც ჭმუნვარებს დღეს უფალი? საერო ეტიკეტში საპასუხო საჩუქრებისა და ვიზიტების გრადაციებს დიდი ყურადღება ეთმობა. უფრო მეტიც, პროპორციონალური საპასუხო რეაქციის არ ქონა შესაძლოა აღქმულ იქნას როგორც არც მეტი არც ნაკლები შეურაცხყოფა ან ბზარი ადამიანთა შორის პირად ურთიერთობებში. მაგრამ მაცხოვრის ეთიკა აბსოლუტურად განსხვავებულია. აქ კეთილ საქმეებს იმისთვის აკეთებენ, რომ ერთის მხრივ თუნდაც მორალური ბაზისის ერთ-ერთი სწორი ფორმაა. ოღონდ ყოველგვარი ამაო ამქვეყნიური რეიტინგების გარეშე. სიკეთეს ჩადიან იმიტომ, რომ უყვართ, საპასუხო მოლოდინის რეაქციის გარეშე. გითხრეს მადლობა და საკმარისია. საერთო ჯამში ჩვენ მხოლოდ დროებით განვკარგავთ იმ სიკეთეს, რომელიც არა ჩვენ გვეკუთვნის, არამედ ღმერთს. და თუ ჩვენი ხელით ვიღაცას სიკეთე გაუკეთდა, ჩვენ არაუმეტეს შუამავლებად თუ ვიწოდებით ამ მადლიან ჯაჭვში და არა წყაროდ ამ მადლის ჩადენისა. ამიტომაც სათანადო მადლიერების გამოხატვა ჩვენდამი გამოვლენილი ნებისმიერი წყალობისათვის შეიძლება იყოს მხოლოდ ერთი. ეს არის ღმრთისთვის მადლობის შეწირვა. უმადურობა ალბათ ყველაზე შავბნელი მანკიერებაა. უმადურობა ღვთისგან მოცემული ამა თუ იმ ნიჭის ბოროტად და არასწორად გამოყენებაა. ყოველივეში ღვთის მოვალენი ვართ, რადგან ყოველი სიკეთე და ყოველი ნიჭი მისგანა გვაქვს მოცემული. ქრისტიანის მთელი ცხოვრება მოწოდებულია იმისკენ, რომ იქცეს ღვთისადმი აღვლენილი პატარა და დიდი ბრჭყალებში მადლობების უწყვეტ ჯაჭვად, რომელიც მთლიანობაში გარდაიქცევა ეკლესიის მთავარ საიდუმლოდ, მადლობის, ევქარისტიის საიდუმლოდ.